მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბები. სტუდიაში თქვენთვის ნინო ვაშალომიძე მუშაობს. გუშინ ურეკში ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა მარნეული სოფელ აღმამედლოს მკვიდრი 21 წლის ელმულ ნაბიევია. 18 ივლისს ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ გაიტაცა. მოგვიანებით 4-ვე მათგანი ზღვიდან ამოიყვანეს, თუმცა ერთის მდგომარეობა მძიმე იყო და მისი გადარჩენა სასწრაფოს ბრიგადამ ვეღარ შეძლო. ფინესტა სამინისტრო საგამოძიებო სამსახურის ცნობით უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით 2 პირი ვგ და ლს დააკავეს. აღნიშნული პირები ოზურგეთიდან არიან. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები გურიის რეგიონში მდინარე სუფსიდან შესაბამისი ნებართვისა და ლიცენზიის გარეშე სისტემატიურად მოიპოვებდნენ ინერტულ მასალას, რომლის რეალიზაციასაც სხვადასხვა მეწარმე სუბიექტებზე ახდენდნენ. ჯამში უკანონოდ მოპოვებული იქნა 380.804 ლარის ღირებულების 32.957 კუბური მეტრის ინერტული მასალა, ხოლო გარემოს დაცვისთვის მიყენებულმა ზიანმა 494.345 ლარი შეადგინა. ამასთანავე ერთ-ერთმა ბრალდებულმა განახორციელა 45.713 ლარის ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192 მუხლით მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით და 194 მუხლის მეორე ნაწილის გ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ევროპარლამენტმა 426 ხმით 145-ის წინააღმდეგ რიგით მეორე კრიტიკული ანგარიში საქართველოს როგორც კანდიდატი ქვეყნის შესახებ მიიღო. ევროპარლამენტის შეფასებით ქართულმა ოცნებამ არა მხოლოდ შეაჩერა, არამედ უკუაქცია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კურსი. ამავდროულად პარლამენტი გამოხატავს სრულ სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც აგრძელებს ბრძოლას ევროპული და დემოკრატიული საქართველოსთვის, დემოკრატიული უკუქცევის ზარდი რეპრესიების, უკანონო დაპატიმრებების, დეზინფორმაციისა და მუქარის ფონზე და აღნიშნავს, რომ ევროკავშირის კარი ღია რჩება ქართველი ხალხისთვის, რათა დაუბრუნდეს ევროპულ გზას. ნათქვამია შეფასებაში. რეზოლუცია არის სამწუხაროდ გაგრძელება ჩვენი ქვეყნის იზოლაციის, ჩვენი ქვეყნის იმ სახელის გატეხვის, რაც ჩაიდინა ივანიშვილის რეჟიმმა. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს ნათქვამის გვაქვს, რომ სანამ ივანიშვილის რეჟიმი დარჩება, მანამდე გაგრძელდება რეზოლუციების, გაგრძელდება სამწუხაროდ კონკრეტული ზომები. თუ რაიმე კონკრეტული ზომა იქნა მიღებული, ზომა იქნას მიღებული არა საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, არამედ ივანიშვილის რეჟიმის წევრების წინააღმდეგ. ყველაფერს აკეთებს ოცნება, რომ მოხდეს უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა. რეზოლუციების ტექსტები იგივე არ რჩება, რეზოლუციების ტექსტები სამწუხაროდ სხვათა შორის საერთოდ არ მიხარია ეს. რეზოლუციის ტექსტები მძიმდება. პირველივე დღიდან, როდესაც ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების რისკებზე დაიწყო საუბარი, ჩვენ არ მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთ პირდაპირ გაგებით კარდაკარ დავდივართ და დავდიოდით და ვარწმუნებთ ჩვენს პარტნიორებს, რომ უვიზო მიმოსვლა არ შეჩერდეს საქართველოს მოქალაქეებისთვის, იმიტომ რომ აქამდე ქვეყანა მიიყვანა ოცნების კონკრეტულმა დაჯგუფებამ, ამიტომ ოცნების კონკრეტული დაჯგუფების დანაშაულების და მავნებლობის გამო საქართველოს ყველა მოქალაქეზე არ უნდა გავრცელდეს ეს სამწუხარო შედეგები. ამ რეზოლუციას აქ რასა იუკნევიჩიანის ფასი და რას ვხედავთ იმ ტექსტში? ამოვიკითხავთ ისევ იმ დესტრუქციას, ამოვიკითხავთ ისევ ბრძანებულ რტოს, ამოვიკითხავთ ორმაგ სტანდარტს, ამოვიკითხავთ სრულიად აბსურდულ სიცრუეზე დაფუძნებულ გამოგონილ რაღაც ალუზორულ ფაქტებს. ერთ-ერთი პუნქტიც ვიზებთან დაკავშირებით რაღაც გარკვეულ თავიანთ აგენტურულ ქსელს, ესე ვთქვათ, შეუნარჩუნდეს უვიზო მიმოსვლა, ხოლო დანარჩენ საზოგადოებას ისინი საზოგადოებად არ თვლიან, ეს არ ახალია ჩვენთვის, ქართველებისთვის. ეს არ ახალია, იმიტომ რომ ყველა ის სცენარი, რომელიც ჩამოდიოდა და მათ შორის შემდეგ იმ სცენარიდან გამომდინარე, აი ეს აბზაცები რეზოლუციებში თუ განცხადებებში თუ დადგენილებებში, აი ესე გამოსჭვივის. აი ესე პირდაპირ და ღიად ამობრივ. დიახ, ჩვენ ერთს ვამბობთ, მაგრამ ვაკეთებთ მეორეს. 4 ოქტომბრის საქმეზე ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი და კიდევ 6 პირი დღეს დამნაშავედ ცნო მოსამართლე. ჩახუნაშვილს, რომელსაც 5 წელი მიესაჯა, სხდომათა დარბაზიდან წაიყვანეს. 4 ოქტომბრის საქმეზე 5 წელი მიესაჯა 72 წლის ექიმს გიორგი ჩახუნაშვილს და კიდევ 5 პირს. ის მანამდე გირაოს სანაცვლოდ იყო განთავისუფლებული. ია დარახველიძე განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია. მის მიმართ ძებნაა გამოცხადებული.
თოდუამაც. სასამართლოს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, არასამართლიანი არის, ბრძოლა გრძელდება. ადამიანი ეხა ყვავილის სროლის გამოყავდათ 9 თვე გამოკეტილი ციხეში და ედავებოდნენ სახელმწიფო გადატრიალებას და შესაბამისად იქ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც უბრალოდ იდგა, შეიძლება ყოფილიყო იდენტიფიცირებული და იგივე ბრალი წაეყენებინათ, ხო? როგორც იყო უამრავი ადამიანი, არის ეხაც უამრავი ადამიანი ციხეში და შესაბამისად ჩვენ არ შევეგუებით ამ უსამართლო სისტემას, ან არა და შევცვლით ყველაფერს. მოსამართლე გიორგი გელაშვილმა ადამიანს 5 წელი განუსაზღვრა თავისუფლების ყვეთით იმისთვის, რომ ის გადაადგილდებოდა პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე 4 ოქტომბერს. ანუ ეს არის ფაქტობრივი მოცემულობა, რომელსაც ვერაფერი ვერ შესვლის. რა თქმა უნდა, ბრძოლა გრძელდება, ბრძოლა გაგრძელდება სააპელაციო სასამართლოში, უზენაეს სასამართლოში და რა თქმა უნდა, დასრულდება სტრასბურგის ევროპულ ადამიანის უფლებათა თავისუფლებათა სასამართლოში. თავისუფლ საყვეთას შეუფარდა სასამართლომ. რა თქმა უნდა, თავადვე გამარტა სასამართლომ, როგორც კი იქნება შესაბამის უწყების მიერ ანჩაბარება იასი ან დაკავება აიჩვლება მისი სასჯელის ვადა. ამ ეტაპისთვის ჩატარდება ჩვენი პროცედურები, როგორიც არის, ეგრეთ წოდებული ძებნაზეც გადაეცემა. სასამართლომ სულად გაეზიარა ბრალდების მხარეს წარდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის ის ვიდეო ჩანაწერები, სადაც ჩანდა მათ მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებები და სრულად ცნო დანაშაული წარდგენილ ბრალდებებში. მათგან ერთ-ერთმა პირმა განცხადებით მიმართა პროკურატურას შტახების დადების მოთხოვნით, თუმცა დღევანდელსთვაზე განაცხადა, რომ სწორდა მის მიმართ საქმე დასრულებულიყო არსებითი განხილვის შედეგად. აქვე აღნიშნა, რომ ამ საქმეზე თავდაპირველად ბრალდებულად ცნობილი იყო 15 პირი, მათგან 8 პირმა მიმართა განცხადებით პროკურატურას აღიარეს დანაშაული, უდაოდ ცნეს ბრალდების მხარის მტკიცებულებები და მოითხოვეს შტანხების გაფორმება. თითოეული მათგანის განცხადება დაკმაყოფილდა და შტანხების შუამდგომლობის საფუძველზე მათ სასჯელის სახით და ზომად განისაზღვრათ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეეთვალათ პირობის მჟავრად. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გენერალურ პროკურატურასთან ერთად თბილისსა და ქუთაისში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 14 პირი დააკავეს და 9 ობიექტი დალუქეს. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე ჩინეთისა და ტაილანდის მოქალაქეები. სამართალდამცველების მიერ აღნიშნულ სისხლისამართლის საქმეზე ათეულობით კომპლექსური საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, მათ შორის ფარული აუდიო და ვიდეო ჩაწერა, რის საფუძველზეც ბრალდებულების დანაშაულებრივი საქმიანობა დასტურდება. გამოძიებით დადგინდა, რომ ობიექტების მფლობელები და ადმინისტრატორები მათ განკარგვაში არსებულ ფართებში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ასაქმებდნენ და მათ პროსტიტუციაში ხელს უწყობდნენ. ისინი თბილისსა და ქუთაისში არსებულ ფართებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ პროსტიტუციისთვის სისტემატურად გადასცემდნენ. მოპოვებული მტკიცებულებებით ასევე დგინდება, რომ ბრალდებულები პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალბატონებს კლიენტების მოძიებაშიც ეხმარებოდნენ, სანაცვლოდ კი მიღებული თანხის ნაწილის თავადაც იღებდნენ. მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ობიექტის ძირითად შემოსავალს პროსტიტუციით გამომუშავებული ფულადი თანხა წარმოადგენდა. გამოძიება სისხლისამართლის კოდექსის 254 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარა. კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია 54 უცხოელი არალეგალი, მათ შორის ნიგერიის, ინდოეთის, ნეპალის, უზბეკეთის, თურქეთის, იორდანიის, ეგვიპტის, აზერბაიჯანის, თურქმენეთის, ჩინეთის, პაკისტანისა და ლიბანის მოქალაქეები. ამჟამად დაკავებულები მოთავსებულები არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით. ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ეტაპი დასრულდა. ჩატარებულ მატჩებსა და გუნდების პერსპექტივებს UEFA-ს ლიცენზირებული მწვრთნელი ხარიტონ ჩხატარაშვილი აფასებს. გაამართლა, რომ 48 გუნდი მონაწილეობს. ყველა გუნდი ბრძოლობს თავისი ადგილის მოპოვებისათვის. რაც შეეხება პირველ ტურებს, განსაკუთრებით აღსანიშნავია საფრანგეთის და ინგლისის ნაკრების წარმატებული თამაშები. ამ გუნდების თამაშიდან გამომდინარე, მათი ფეხბურთელების ოსტატობიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ეს გუნდები სერიოზულ განაცხადს გააკეთებენ ჩემპიონატისათვის. რაც შეეხება ბრაზილიის გუნდს და არგენტინის გუნდს, ესენმაც კარგად დაიწყეს ჩემპიონატი.
და ჩემი აზრით ესენიც იბრძოლებენ ჩემპიონობისათვის. ნუ ყოველ შემთხვევაში ახალ გუნდს და ახალ ქვეყანას ჩემპიონობისათვის არ უნდა ველოდოთ. ისე ვის ძველი გუნდები, ძველი ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც დომინირებენ მსოფლიო ფეხბურთში, ისინი მიაღწევენ წარმატებას. ხარიტონ ჩხატარაშვილი და მისი კოლეგა აკაკი ათუაშვილი რადიო გურიაზე სპორტულ გადაცემას იწყებენ, სადაც მსოფლიო ჩემპიონატს, ჩატარებულ მატჩებს და სხვადასხვა გუნდის პერსპექტივებს მიმოიხილავენ. გადაცემა რადიოს ეთერში პარასკევობით გავა. თამაშების საინტერესოდ მიმდინარეობს და დაველოდოთ შემდეგ მოვლენებს. ახლა ჩვენს ეთერში ამინდის დროა. ხვალ ოზურგეთში წვიმა და ჭექა ქუხილი იქნება. ჰაერიკი 21 გრადუსამდე გათბება. წვიმა და ჭექა ქუხილია ნავარაუდები ლანჩხუთშიც. ჰაერის ტემპერატურა კი 24 გრადუსი. რაც შეეხება ჩოხატაურს, აქ ხვალ კოკისპირული წვიმა და 22 გრადუსი იქნება. გადავინაცვლოთ გურიის კურორტებზე. ურეკში ნაწილობრივ მზე, უმეტესად კი წვიმა იქნება. ჰაერიკი 24 გრადუსამდე გათბება. რაც შეეხება ბახმაროს, აქ მსუბუქი წვიმა და ჰაერის ტემპერატურა 12 გრადუსი იქნება. ეს გახლავთ ჩემხელთარსებული ბოლო ინფორმაცია გურიის ახალი ამბების აუდიო ვერსიას რადიო გურიაზე მოისმენთ. კარგად ბრძანდებოდეთ.